მამო, დაგლოცეთ. ადიდაცალობა, დაგლოცოთ. მამო, აი როგორ ხდება ეშმაკისეული ადამიანი? როგორ შედის ადამიანში ბოროტი და როგორ შეიძლება რომ ეს ბოროტი ძალა გამდევნოთ ჩვენგან? ადამიანში შედის ცოდვებისა გამო, რუშობა, ქულდება, ლოთობა, ნარკომანია, შემოდის ბოროტი, მაგრამ არის ისეთი მდგომარეობა, რომ შეყვებული ხდება ადამიანი, ეს უკვე ადამიანს შეგიდაღავს, რო იკითხების სახეს და ვერ პასუხობს. მაშინ რა უნდა ვქნათ? უნდა ვატაროთ კეთებოზე მამაკაკის ამეტაში. მეუფე იობთან არიან მოძღვრები 1, 3, 4, 5-ია, მეც გვწოდავს კეთებოს. ვისაც შეგიდან ყავსაც ქვია უკვე ეკითხები და სახეს ვერ პასუხობს, მაგრამ შენ ცოდვებისა გამო თუ ხარ შეყვებული და თუ ცილი არ გაქვს, თუ ნერვოზი გაქვს, თუ შიშები გაქვს, რა უნდა გააკეთო? უნდა მიმართო აღსარების საინდომობას. კეთებული ჭირდება იმას, ვინც ესე იგი ეკითხები და ვერ პასუხობს, რა ქვია იმას. და შენ როცა აზროვნების საშუალება გაქვს, უნდა მოინანიო ცოდვები და აღსარება თქვა უნდა და ეზიარო და შეხება ცოდვებს, მარტო ის კი არა გარეგნული სიზვა, მუშობა, ქულდება, ყაჩაღობა, ცოდვა. აი რო უყურებ, თუ არასდროს უყურებ, უკვე ცოდვა. აი რომ ამბობენ კაია ურა, ცუდია ურა, არიან ფარველი ანგელოზები, არიან ბოროტისუნები და იმ ცუდის ხურებით. შენში ესე იგი ხარ ბოროტს აძლევს ძალას. აქედან მოდის მე ნერვოზი, შიშები, ვიმედობა და ბოროტისგან კიდე რა მოდის? არის მოდის რომ აი ნათქვამია რომ ეშმაკი მოვაო ანგელოზის სახით. აი თავისუფლების დოზუნგით მოდის ეშმაკი და ეს ოჯახებში ახლა ხშირად მესმის აი ცოლი საყვედუროს ხმას რომ ესე იგი ის თებშებს არ ეცხავს ანაკას ბავს არ უვლის. ახლა თუ ცოლი ცუდად გახდება რა თქმა უნდა ფიზიოლოგიური წესებით უნდა დაეხმაროს, ბავშვს უნდა მოუვაროს, თებშს უნდა საჭმელს უნდა გააკეთოს, მაგრამ მოთხოვნა იმისა ის აინახება, არიან მოცულები რომლებიც ემსახურებიან მას და არიან ესე იგი მასმედიების მსახურები რომლებიც ემსახურებიან ეშმაკს. და რას ნიშნავს ეს? თავიანთი შოუებით, თავიანთი გადაცემებით, თავიანთი კინოებით. აი ესეთი კინოებია. ქვეყანას მე ზავეთქვი რომ ის არ ნახმია ქართულება ეროვნებაზე საერთოდ. იცი რომ აბათვილი არაბი იყო, გაზეთები ირანი იყო და მეფე სპარსი იყო. აი ეს თურქული ფილმები ისეთია რომ იქ ინტრიგებია, იქ შურია, იქ სიძულველია, იქ ესე იგი ერთმანეთის ფეხით ბოროტა ის 30 წელი ამას უყურება და მე მის პრესიასაკი ხარ და რაღაცა საგვირია მე შენი შვილი თუ სასტიკი გამოვა. Როგორც ვისაღაც შენასაც გვიყვეს, ჩვენდასაც იყო ჩხუბიდან გველობა, მაგრამ ესეთი რაც ახლა არის, ასეთი დაუნდობლობა, ასეთი შული, ასეთი სიზული არ იყო. რას უყურებთ იმას, რომ შენობა აქვს, ადგილი არ მიცეთ ბოროტს და კიდე რა წერია საღარებაში, ნუ განესწრებითო და ნუ გადათვლებითო ადგილი არ მიცეთ ეშმაკსო. და ესე იგი არის შემთხვევები ომის დროს, როცა ერთი მხარე იმარჯვებს მეორეზე, ის სამი დღე განუკითხულობა, არ აქვს მნიშვნელობა. ახლა ჩვენ რუსეთს ვაგებდით, მაგრამ აფხაზეთის ხო იყო, რამდენი ხანი უნდა დაეშავა. ესა გომს თავისი კანონები ეს სამი დღე რატომ განუკითხულობენ ადამიანს იერარქია უჭირავს ხელში თუ მეთან არ არის. ეშმაკზე უარესია, ეშმაკზე მაგრამ ეროვნება რაფიშვაში არ არის და მაშინად მომყავს. იყო დრო ქარდი ახაცეთო და გურია სამეგრელოს, მაგრამ აფიშვაში არა. გურიდან მეგრელი ქართლიდან კახი უნდა იცოდეთ რომ თუნდ ეროვნება არ არსებობს. ეს მარტო პოლიტიკაშია რომ აუცილებლად ეს უნდა აგინოს სიზვი და სიზვი და გამოიწვია და მე გამოიწვიოს ადამიანში და მე იარაღი უნდა აღებინოს და ამ დროს ქრისტიანობა რა არის იქ იბზოდნენ ვათან მეფეს დავით მეფეს გიორგი წვიმანის ერკრე მეფეს მაგრამ სიზვი კი არ ამოძრავებდათ შეიძლება მომბობ რომ ერთი ადამიანის რო გძუდეს უნდა გადავისწოროთ მე ცხონდები და მით უმეტეს ზარი თუ გძურს და რაც შეეხება შეგვიძლობას, შეგვიძლია ხარ თუ სიძულვეში ხარ, შეგვიძლია ხარ თუ შულში ხარ და როგორ უნდა იბრძოლო ამ შულ და სიძულვეს? უნდა ითხოვო სიყვარულის ნიჭი და ეს სიყვარულის ნიჭი, ასევე მოთმინების ნიჭი. ახლა რამდენი შემთხვევებია რომ აი ხმარი გაგიჟებულია ცოლზე რომ ისე რაღაცებს უკეთებს, მაგრამ რამდენი ცოლი ასე გამწარებული თუ ხმარი ლოთი ყავს, ესე იგი ნარკომანი ყავს მინდა. მაგრამ რა გიწერია თუ სიყვარული გაქვს, შობილი ხო ითმეს,
სიყვარულის ნიჭი თუ ვერ ითქმი, სიყვარული უნდა ითხოვ, სიყვარულის ნიჭი და შური, სიძულვილი მოდის ეგოიზმიდან, ამპარტამნებიდან და როგორ უნდა ვძლიოთ ამას საკუთარი ძალებით, ადამიანის ძალებით შევიზრდები ადამიანმა თავის თავში დაამარცხოს ეგოიზმი და თამოყვარეობა. მაშინ რა უნდა ვქნათ? მეტი ძალა რომ შემოვიდეს, უნდა ვიმართოთ აღსარებას ზიარების საიდუმლო და აღსარებას ზიარებით ჩვენში შემოდის მეტი და იკურნება სული, გული და ადამიანი თავისუფლდება ბოროტებისაგან. დიდი მადლობა. დაგახაროთ მე თქმა. დიდი მადლობა.